საქართველოს ახლა კიდევ ერთი ჟურნალისტი ახალი ამბების რედაქციის ლუკა ხაჩიძე, რომელიც დღეს ესაუბრა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, სადაც ის არჩევნების მიმდინარეობას, საარჩევნო პროცესს აფასებს, ასევე ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე აკეთებს კომენტარს. ლუკა, გისმენთ. დიახ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ინტერვიუ დაიწყო სალომე ზურაბიშვილისათვის გამარჯვების მილოცვით, საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში დაფიქსირება კი მან მოქალაქეებს მიულოცა. თუმცა დიპლომატი საუბრობს დარღვევებზეც და იმ საკითხებზეც, რამაც ევროკავშირის ელჩებში შეშფოთება გამოიწვია. ელჩის თქმით, პროცესი დაზიანდა ერთი მხარის არამართებული უპირატესობის და ორივე მხარის საარჩევნო კამპანიების ნეგატიური ხასიათის გამო. პარტიების საარჩევნო კამპანიის გარდა ელჩმა ასევე მწუხარება გამოხატა მედიის მკვეთრი პოლარიზების გამო. კარლ ჰარცელის შეფასებით პრობლემა იყო ანალიტიკური ნაშრომების ნაკლებობაც, რამაც ამომრჩევლის უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანი შეზღუდა. კარლ ჰარცელის თქმით, დიპლომატები მკაცრად გმობენ ძალადობას, მუქარას და სიძულვილის ენას საარჩევნო კამპანიის დროს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას არ შეესაბამება. პირველ რიგში ვილოცავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და მომავალში მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გვაქვს. ვილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომ მან გამოიყენა ხმის მიცემის უფლება მშვიდი და მშვიდობიანი გზით. მივესალმებით არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტული იყო და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ ეს პროცესი დაზიანდა ერთი მხარის არამართებული უპირატესობის და ორივე მხარის საარჩევნო კამპანიების ნეგატიური ხასიათის გამო. შეშფოთებით აღვნიშნავთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების და ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლის შემთხვევებს, რაც მეორე ტურში უფრო შესამჩნევი იყო. წუხوارთ საერთო ნეგატიური საარჩევნო კამპანიის, მედიის მკვეთრი პოლარიზაციის და ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობის გამო, რამაც შეზღუდა საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების პროცესში. ვგმობთ აგრესიის ფაქტებს, აგრესიულ მუქარებს, ასევე სიძულვილის ენას, რომელიც ხდებოდა არჩევნებისას, რაც ვფიქრობთ, რომ არ მიეკუთვნება დემოკრატიულ საზოგადოებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს გასული კვირების მოვლენებზე დაყრდნობით, დასკვნები გამოიტანონ. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამოვლენილი დარღვევების და ძალადობის ფაქტებზე. ვჯერა, რომ დროა გავიხედოთ არჩევნებს მიღმა და გავაცნობიერეთ, რომ რაც ამ ქვეყანას აერთიანებს, არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ის, რაც საზოგადოებას ყოფს. კარლ ჰარცელს ასევე კითხვა დაუსვი გრიგოლ ვაშაძის გეგმაზეც, რომ კვირას მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე გავიდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვოს. პასუხად ელჩმა თქვა, რომ სადამკვირვებლო მისიებმაც დააფიქსირეს საარჩევნო დარღვევები და საუბრობენ ამ ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობაზეც. ელჩის თქმით, ნებისმიერი დემონსტრაცია მშვიდობიანი უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები გამოხატავს ქართველების სურვილს. მე იმედი მაქვს, რომ როდესაც საქმე მიდგება დემონსტრაციებზე, ორივე მხარის მხრიდან იქნება ინსტინქტი, რომ ისინი ჩატარდეს წყნარ და მშვიდობიან გარემოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პოზიცია ასეთია. არჩევნების შესახებ შეფასებებს ჩვენ კიდევ მოვისმენთ, მათ შორის იქნება დოკუმენტიც, რომელსაც ეუთო გამოსცემს. დიდი მადლობა ლუკა ხაჩიძეს.